დღეს კიდევ გამემეცხადა Deep State-ი და მითხრა ამხელაბინა როგაჩუკე აუცილებლად უნდა ჩაწერო რაღაცა ხელისუფლების საწინააღმდეგო. ახლა ეს იუმორით რა თქმა უნდა, მაგრამ მინდა დღევანდელ სიტუაციას შევეხმიანო. გუშინ კიდევ დააპატიმრენ პოლიტიკოსები, მამუკა ხაზარაძე, პადრი ჯაფარიძე, დღეს გიორგი ვაშაძე დააპატიმრენ და ამ დაპატიმრებებს ალბათ გავაგრძელებენ. სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს, რა თქმა უნდა, განურჩევლად იმისა, სიმპათია გამაჩნია მათ მიმართ თუ არ გამაჩნია, პოლიტპატიმარი არის პოლიტპატიმარი. ყველას სოლიდარობა აბსოლუტურად. და მინდა ერთი რამ თქვა, გუშინ გააკეთენ ეს სპეციალურად დაამტყვიენ, როდესაც ევროკომისიაში მიდიოდა საქართველოზე მსჯელობა, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე მსჯელობა და ასე შემდეგ, რომელიც ისევე გადაავადა ევროპამ რატომღაც და აი ზუსტად ამ პერიოდში მიდიოდა და თუ ვინმეს გონია რომ იქ მიმდინარე პროცესების დროს ეს მინისტრები ვერ გებულობდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და არ იცოდნენ რომ ის დააპატიმრეს, ძალიან შემწარია, ძალიან კარგადაც იცოდნენ ყველაფერი და ამით ევროპას დაანახა ბიზინა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ, მისმა ხელის ბიჭებმა, რომ ჩვენ არაფერს ანგარიში არ გაუწევთ რა. კეთილი იმელებეთ და მოდით გვესაუბრეთ ჩვენ, რამე თუ ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას. დაანახა რომ ამ პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებას არ მოყოლია არავითარი ღმა პროტესტები და ქუჩაში არ გასმოსულა ათასობით ადამიანი. არაფერი რა 200-300 კაცი ყველაზე დიდი ალბათ, რასაც მე აქედან უყურებდი და უთხრა ერთი რამ, აი ამ ხალხდაჭერას განიცდიან ისინი. ასე რომ პროცესები ჩვენ ხელშია მთლიანად. ჩვენ ვართ აქ პატრონები, ჩვენ ვაკონტროლებთ ყველაფერს და როგორც აითოლა ხომეინს ელაპარაკებით, კეთილი ინებეთ და აითოლა ხომეინს უარესები ნამდვილად აროთ. ისე მისი ტოლები ნამდვილად არიან, მე თუ მკითხავ, საქართველოს უარესებიც არიან და აითოლა ხომეინს შეუწვიდა დომით, ეგერ და ელაპარაკები და ჩვენ რატო არ გველაპარაკები? როცა ქვეყანას მართავთ ჩვენ დე ფაქტო და მოდი მოგვეცით დე იურე მეტი არაფერი რა და ნუ თან ახლა ვისაც ველაპარაკები საქართველოში ყველას აქ იმედი რომ აი ევროპა დაასაქციელებს, აი მეგობრობის აქტი სადა ის რატო გეეჭქირა ამერიკაში ხო არ ვიცი, თქვა ვკითხულობთ ერთი რატო რა ხდება ერთ მეგობრობის აქტთან დაკავშირებით ან და არიან ევროპის იმედზე, ევროპის და ამერიკის იმედზე მაგ ხელისუფლებას ვეჩემოვდი. ესენ ამათ გაწერილი აქვს ყველაფერი და სულ დეტალურად იციან რის მერე რა ნაბიჯ გადადგამენ რა. და ჩვენ თუ ისევე მათ თამაშს ვითამაშებთ, ვიქნებით ასეთ სულ დღეში დააპატიმრებენ სულ ყველას, არც შეცხვებათ, არც არაფერი, არც ხალხი გამოვა მაგის გულობისთვის და არ იყვირებს, იმიტომ რომ ლიდერების ჩემდა საწუხაროდ რეიტინგი ძალიან დაბალი არის, ამაზე იმუშავენ სხვათა შორის და 0-ზე დაცენ თითქმის რეიტინგი და აი მერე დაიწყენ დაპატიმრებები. რა ვიცი, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, აი ახლა მე რამდენჯერ უნდა ვახსენო არ ვიცი, მაგრამ არ მომბეზდება და ვიტყვი. გუშინ წინ ორ ადამიანს დაეტაკა, ორ ბავშვს, გოგონას დაეტაკა ავტომანქანა. და ნუ მიდის და მიუხარია რა, იმიტომ რომ ის იყო ხელისუფლების დავალებით გაკეთებული შესრულებული დავალება და არც არავინ არ დაეჭეს, არც არავინ პასუხს არ აგებია. ახლა მე ვეკითხები ამომრჩეველს, მე ვეკითხები ადამიანებს, მე ვეკითხები პოლიტიკოსებს. ერთი მითხარით, ამ წუთას ავტოსაგზაო შემთხვევით, ვინც ასჯელს იქცის? შერჩევითი სამართლის მსხვერპლი, ყველაზე მცირე, შერჩევითი სამართლის მსხვერპლი არიან თუ არ არიან? არიან თუ არ არიან? დაეტაკა, რაღაცა მათია, არ იჭირავენ. დაეტაკა, რაღაცა მათი არა, იჭირავენ. ესე იგი შერჩევითი სამართლის მსხვერპლი არიან თუ არ არიან? და გეუნებით კიდევ ერთხელ,
საქართველოში ყველა პატიმარი არის შეჩევი სამართლის მსხვერპლი. და ეს უნდა უთხრათ მათ მშობლებს, მათ ახლობლებსო, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მათი ყველა საქმე, ვინც ამ ხელისუფლება, ვინც წინა ხელისუფლება, ვინც შევარდნაძის ხელისუფლება, გაასამართლა, გადაიხედება ყველა საქმე. ეს იმედი უნდა გავაჩინოთ ადამიანებში. გაშალეთ სია, რატო არა ვარ ერთი მე პოლიტპატიმარი ამისთან რა, მოძალადე ხელისუფლება, გამასამართლა, მოძალადე ხარო. აი ვერ გავიგე რატო არა ვარ პოლიტიკოსი გაშალეთ გაამრავლეთ მაგ პოლიტპატიმრების სია ნუ შემეფეგლებით მარტო ახლა დაჭერილებით მანამდე დაჭერილებით თუნდაც გამოსული იყოს რატო არ არიან პოლიტპატიმრები და რატო არ მიეცათ უნდა მიეცათ მათ რეაბილიტაცია რომელიც ამ ხელისუფლებამ დაიჭირა ამიხსენით და კი ბატონო დამარწმუნეთ ამიტომ გეუბნებით ფრონტი უნდა გაიშალოს, ამიტომ უნდა იყოს ბრძოლა უკომპრომისო, არავითარი უკან დახევა. ესენი ნენელა ალაგებენ სიტუაციას და აითოლა ხომეის დაელაპარაკენ და სამშვიდობოს ზავისკენ წაიყვანენ. გიცოდეთ რომ დადგება დღე ბიძინას და მის ხელისუფლებასაც დაელაპარაკებიან. როცა დაინახავენო არა იქ უკვე წინააღმდეგობა და ამ ესენი აკონტროლებენ ყველაფერს ჩვეულებრივად დაელაპარაკებიან ჩვეულებრივად ითანამშრომლებენ ამიტომ ანახლა ვიბძით გამარჯვებამდე და ვამთავრებთ ამას ყველაფერს ან დედა მაგ ქვეყანას არ აყავს მადლობთ ბოდიში ყურადღებისათვის მადლობთ